დედა ჩემი აზრით არის, შენ ცხოვრებაში ასე ვთქვათ, პირველი ადამიანიც არის, ვისაც ხედავ, ვისგანაც იღებ მაგალითს და არის ასე ვთქვათ, შენი თავშესაფარი ცხოვრებაში. როცა რაღაცა გიჭირს, პირველი ვინც გახსენდება, ალბათ დედაა. როცა საერთოდ არაფრის ძალა არ აქვს, მაშინ აღმოაჩენ, რომ თითქოს მეორეს თქვა გაგეხსნა და ყველაფრის ძალა გაქვს. მარადიული დაცემა ადგომა, ესე ვხედავ დედობას. ნინო ჭინჭარაული დედა პირველად 21 წლის ასაკში გახდა. ამ სტატუსმა ბევრი ცვლილება მოიტანა. დღეს ორი შვილი ჰყავს და მათ დედასთან ერთად ზრდის. ყველა დღეც პასუხისმგებლობით, შემოქმედებითი ენერგიითა და დიდი სიყვარულითაა სავსე. როცა ლუკა გაჩნდა, როგორც თქვი, არაფრისთვის მზად არ ვიყავი, პანიკაში ვიყავი და არ ვიცოდი რა როგორ გამეკეთებინა და ალექსანდრე რომ დაიბადა, უკვე კი ვიყავი ცოტა ასე ვთქვათ გამოცდილი დედა და აუტიზმზეც ასე თუ ისე მქონდა უკვე რაღაც წარმოდგენა. რთული იყო იმ მხრივ, რომ ეხლა უკვე აღარ ვიცოდი ყურადღება როგორ გამენაწილებინა უფროს და უმცროს შორის. თან ალექსანდრეს უფრო რთული ფორმა აღმოაჩნდა აუტიზმის, ლუკამ საუბარი მაინც დაიწყო ალექსანდრე არ საუბრობს 11-ის გახდა რამდენიმე დღის წინ ჯერ არ საუბრობს. შემიძლია ვთქვა, რომ მომიწია რაღაცნაირად გეგონება ინსტრუქციის გარეშე ნავიგაცია ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველას აქვს წარმოდგენა, რომ ბავშვი უნდა იყოს ტიპიური, უნდა დაიწყოს საუბარი 1 წლის ასაკში, მაქსიმუმ 2 წლის ასაკში, უნდა იაროს ცეკვაზე, მუსიკაზე, ამაზე და ჩვენ ამ ყველაფრის მაგივრად დავდივართ თერაპიებზე. გამოცდილება არის ძალიან განსხვავებული. წლების განმავლობაში იყო არაერთი სირთულე, მაგრამ ყოველ ჯერზე სტატუსი დედა ახალ შემართებას აძლევს, რომ შვილებისთვის წინ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას. სიძლიერე ბავშვობაში უფრო სხვა რაღაც მეგონა შემიძლია ვთქვა. ჩემი შვილების დედობამ მასწავლა გადამალული სიძლიერები გვაქვს, რომელიც მაშინ იღვიძებს, როცა ყველაფრის იმედს კარგავ. საკუთარი თავი მხატვრობაშიც იპოვა და მწერლობაშიც. დღეს მეოთხე წიგნზე მუშაობს, რომელშიც ოჯახის ცხოვრებას აღწერს. იმ ყოველდღიურ განცდებს, რასაც შვილებთან ერთად გადის. დედისა და შვილების ურთიერთობაზე შექმნილ ახალ წიგნს მკითხველი წლის ბოლომდე იხილავს. ეს წიგნი ასახავს არა მარტო ჩემი როგორც დედის ემოციებს, არამედ ადამიანის, რომელსაც მოუწია რაღაცნაირად ესე არატიპიური ცხოვრება, იმიტომ რომ არატიპური ბავშვთან ერთად ცხოვრება უკვე შენს გცვლის, გარემოსაც გიცვლის და საერთოდ სხვა თვალით უყურებ ყველაფერს. ეს წიგნი, რა თქმა უნდა, არ იქნება მემუარებივით და დღიურივით, იქნება ჩვეულებრივი მხატვრული ლიტერატურა, მაგიური რეალიზმი, მისტიკა, რაღაცაერთ ესე შეფარულად და მხატვრული სახით გადმოცემული აი ეს თავგადასავალი ჩვენი. დედა ჩემი არის ადამიანი, რომელიც ბავშვების დაბადების პირველი წუთიდან მეხმარება. არა მარტო მოვლაში, მათ შორის დატოვებაშიც, როცა მე მჭირდება ვთქვათ, ან სამუშაოდ წავიდი, ან რაღაც შეკვეთა ვიღო, ან უბრალოდ სავარჯიშოდ წავიდი, ან ჰაერის ჩაყლაპო მინდოდეს. დედა ჩემი არის, ვისაც შემიძლია თავისუფლად დავუტოვო ხოლმე ამ მომენტში ბავშვები. საკუთარ გამოცდილებას და შთაბეჭდილებას გვიზიარებს მაია კალანდაძეც. იხსენებს დროს, როცა ცხოვრება სხვა ფერი გახდა. დედა გავხდი 1988 წელს, დაიბადა ჩემი ნინო. ეს იყო უდიდესი სიხარული ჩემთვის. ძალიან ბევრი რამე მასწავლა ნინოსთან ურთიერთობამ და ძალიან ბედნიერად გრძნობდი თავს. საბოლოოდ მივიღე ისეთი შედეგი, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ნიჭიერი, ყურადღებიანი, თბილი და მოსიყვარულე, რომელსაც კიდევ 2 ბიჭი ყავს. დღეს ამ სახლში 3 თაობა ცხოვრობს. 2 დედა, რომელიც ერთად ზრდის, ლუკას და ალექსანდრეს, რომლებთაც სიყვარულის გამოხატვის განსაკუთრებული ფორმა აქვთ. პატარა მიცის მოსვლა და ესე ჩაგეხუტება, გაკოცებ, შეიძლება ხელი დაგადოს და იგზნობ რაღაცა თბილი ურთიერთობა აქვს. ლუკა ცოტა ესეთი კონტაქტი უჭირს, რო გითხრათ ახლა ჩაგეხუტება, სიტყვიერად ძალიან მიყვარხარ, ბებო, ხო კარგი ბიჭი ვარ, ძალიან ეს. და ეს ურთიერთობთ, რა ვიცი, ხა ერთმანეთშიც ესე არიან. ამას სულ თამაში უნდა, იმას სულ თავისი სამყარო აქვს და ეს და რაღაცაერთ ურთიერთობენ ერთმანეთში, მაგრამ უყვართ ერთმანეთი ორივე ძალიან. მხატვარმა დედამ კეთლებზე სხვადასხვა ფერი შემოიტანა და ბიჭების ყოველდღიურობაც ასე შეიცვალა.
ეს თავიდან ამ ოთახის მოხატვა დავიწყე იმ მიზნით, რომ ძალიან ისეთი ნაცრისფერი იყო და ჰელოუინი მოდიოდა და ვიფიქრე მეთქი მოდი კედელს შევღებავ ყვითლად. მე ისე მომეწონა, დავიწყე ამ ხის ხატვა და ეხლა სამედიტაციო კუთხე მოვიწყე პატარა. ზოგადად ბავშვებისთვისაც კარგია ეს სენსორული თვალსაზრისით, ფერადი ნიუთების და კედლების ყურება. კარგია და ყველაფერს თავიდან ვდებოდ, კარგი ხასიათზე გვაყენებს ყველას. ლეთარგია არის ჩემი მესამე წიგნი და პირველი რომანი. ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის საბას ფინალში მოხვედრა, იყო ერთ-ერთი ესეთი ძალიან დიდი мотиваცია, რომ ახალი წიგნის წერა დამეწყო. კარგი და რომ ესაუბნები რომ მე კოკო არ ვიყიდო რადგან ისაც სულად რო ხომ ის ამ იჯერს ხომ და ხან ვეუბნები ხომ რომ მინდა ვიყიდო რაღაცა და კი ვიყიდო არის ძახის ხომ უბრალოდ როდის იყიდეს იმიტომ რომ არ მომატყუოს ხომ და იცის როდის ნამდვილად და გილოცავ ეს ეს კარგი თვალა კონდეს ჩემში და შვილიშვილებს ეს რამდეს ვეთქო რომ მინდა ძალიან ბედნიერები იყვნენ და რა სურვილებიც აქვს ჩაფიქრებული 100%-ით აუსრულდეთ. გამთელად იყვნენ და კარგად. მადლობა რომ გვიძლებ. ხო მაინც საყვარლები ვართ. სამივეს ძალიან გვიყვარხარ. ჩემ ბიჭებს ვეტყოდი იმას რომ მადლობა პირველ რიგში რომ მე ამირჩიეთ დედათ, იმიტომ რომ ყველა სირთულის მიუხედავად თქვენ ხართ განსაკუთრებულები და უსაყვარლესები და უკეთილშობილესი ბავშვები. დედა ნიშნავს ადამიანს, რომელსაც უწევს ძალიან ბევრი როლის მორგება ცხოვრებაში, ძალიან ბევრი პერსონაჟის შესრულება და თვითონ ხდება უკვე წიგნის პერსონაჟი. იმიტომ რომ ყოველ დღე სხვადასხვა გზას გადის. თავადაც ფიქრობს, რომ წიგნის პერსონაჟია, ოჯახში სურვილებს ხშირად ერთმანეთს უგზავნიან, სიტყვით, ჩახუტებით, ფერებით. აქ ხშირად მოდის და შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს. წერს მისი შვილებისთვის, ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ამ ფორმით მკითხველამდე მოაქვს ემოციები, რომელსაც ცხოვრებისგან იღებს. დედობა კი ნინო ჭინჭარაულისთვის წლების განმავლობაში მთავარ პროფესიად რჩება. ყველაზე საპასუხისმგებლო და ყველაზე მნიშვნელოვან სტატუსად.